ღმერთისგან ეს დრო იმიტომ იწყება ზვიადის დაბადებიდან და ეს და მეორე ფილმის ჩართვით პრეზიდენტი ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი. ამას არ უნდა არანაირი კენჭის ხრა, უნდა გაირიცხოს. დოკუმენტებით და ფაქტებით წინააღმდეგობებს აწყდებით ალბათ. შეთანხმებით მოხდა მონად, რასაც ვიტყვი ეს არის, რომ ძალიან ამაღელვებელი იყო, იმიტომ რომ ეს იყო ჩემი შეხვედრა წარსულის ტკივილთან, სიხარულთან, იმ სიხარულთან, რომელსაც საქართველოს სრული დამოუკიდებლობა ჰქვია და დიდი სიამაყე ჩემში ის არის, რომ ზვიადთან ერთად გავიარეთ ჩვენის გზა. ეს ძალიან ხმაღალი ნათქვამია, მაგრამ ზვიადთან ერთად, იმიტომ რომ ზვიადის იდეასთან ერთად ვიყავით და მოხდა ესე დიდი გამარჯვება. რაც შეეხება ფილმს, მოკლედ რომ გითხრათ, ყველა კარგია, ყველაფერი კარგია, რაც ინფორმაციას გაადიდებს, ახალგაზრდობას მიაწვდის, წარსულის არ დავიწყება, საჭიროა რა თქმა უნდა და ახალგაზრდობამ უნდა იცოდეს ეს ყველაფერი, მაგრამ ცოტა დამრჩა უკმარისობის გრძნობა ერთ ფრაგმენტთან დაკავშირებით ეს რაც შეეხებოდა ზვიადის მონანიებას. ზვიადის მონანიების თემა იყო ძალიან მნიშვნელოვანი, ბოლომდე უნდა თქმულიყო როგორ მოხდა ეს მონანიება, იმიტომ რომ ზვიადის მტრები ამას დღესაც იყენებდნენ, რომ აი ზვიადი იყო არასტაბილური, მასთან არ შეიძლებოდა თანამშრომლობა, აი ესე ღალატი იყო თანამებრძოლების, მაგან რომ მოინანია და ასე შემდეგ. იქ იყო ფრაზა გაიჟღერა ამ ფილმში, რომ მერავისა და ზვიადის შეთანხმებით მოხდა ეს, მაგრამ შეთანხმებით ეს იყო მერაბის დაჟინებული მოთხოვნა ზვიადისადმი, რომ ზვიადი აუცილებელი იყო, გარეთ ყოფილიყო, ეს სჭირდებოდა ეროვნულ მოძრაობას, ფაქტიურად ეროვნული მოძრაობა ლიდერის გარეშე რჩებოდა და მერაბ კოსტავამ თხოვა. ეს დოკუმენტურად დადასტურებულია, მას თხოვა, რომ მოინანიე, რომ გარეთ გამოხვიდე. ზვიადი უთხრა, რომ მე ხალხი ვერ გამიგებს ამას, არ მაპატიებს, მე ამას არ გავაკეთებ და მაშინ მერაბი უთხრა დაჟინებით, რომ მაშინ მე დავწერო წერილს, რომ ეს მე გთხოვე და ჩემს გამო გააკეთებ და არსებობს ეს წერილი მერაბ კოსტავას დაწერილი, რომ ეროვნულ მოძრაობას სჭირდება ეს და ასე უნდა გააკეთოს ზვიადიმ და ცოტა შეიძლება ამდენი არ თქულიყო, მაგრამ მე მგონი არაფერი ზედმეტი არ იყო, ყველაფერი ეს უნდა ითქვას, იმიტომ რომ დღესაც ერთ-ერთი დამაკნინებელი ასე წყალებში ვთქვათ, ვითომ დამაკნინებელი ზვიადის მტრების მხრიდან არის ის, რომ ზვიადი მოინანია თავისი ყველა მოღვაწეობა და ყველაფერი. იმდენად დადებითი ემოციები მაქვს, რომ ვერც კრიტიკულს ვიტყვი და ვერც შენიშვნას ვერ მივცემ. ძალიან დიდი მადლობა, ვინც ეს მოიფიქრა, გააკეთა, დაფასებოდეთ მას შრომა. დიდება ზვიად გამსახურდიას და მის მიმდევრებს. იმის გამო, რომ ჩვენმა ახალგაზრდობამ ბევრად უფრო უკეთით ის წინა საუკუნეების ისტორია საქართველოდან, აი ამ ფაქტმა ძალიან შემაწუხა, ან გაყალბებულად იციან, ან არაფერი იციან და ყველაფერმა ამან გამოიწვია ახალგაზრდობის გაგულგრილება. მე ვთვლი, რომ ამაში ჩვენ წინა თაობა უტყუივად არ აქვს მნიშვნელობა, რომელ საფეხურზე ხდება ეს განათლებიდან ხდება, ეკლესიიდან ხდება, ოჯახებიდან ხდება და ამიტომ გადავწყვიტე, რომ ახალგაზრდა არასოდეს არ არის ცუდი, იმას სწორი მიმართულება ჭირდება. ასე მიგვიყვანეს ჩვენმა დიდმა ლიდერებმა, არც ლოცვავითო ის როგორც ფილმში ანახსენები და აი სიმაღლეებიდან, რასაც ბატონი ზვიადი და მერაბი გვეუბნებოდა, იქიდან უცბად მოხდა ჩვენი აღზრდა. აი ამიტომ გადავწყვიტე, რომ გადამეღო ფილმი საქართველოს უახლოეს ისტორიაზე, ძალიან საწყენია და გულდასაწყვეტი დამახინჯებულად არის მიწოდებული. 4 თაობა, 5 თაობა მაინც გამოიცვალა იმის შემდეგ მინიმუმ. 9 აპრილს რომ გადავრჩი ცოცხალი და ჩემს გადასხვებით ამბობდნენ ამას, საშინლად განვიცდიდი და
დამნაშავედ გვეძნობდი თავს და მე ერთ-ერთს რომ ვამშვიდებდი, ასევე რომ საუბრობ და იმდენი ვამშვიდენ, ალბათ ვინტო გადარჩიო, რამე უნდა გააკეთო თქო. მე ამან მე თვითონაც გამაძლიერა, მივხვდი რომ ალბათ რამე მაქვს გასაკეთებელი და ვთვლი რომ ალბათ ღირდა ჩემი სიცოცხლე რომ გაგრძელდა, რომ ამ საქმეს მოვკიდე ხელი. ეხლა რას განვიცედი მუშაობის დროს საოცრად რაკი თანამონაწილე ვარ ყველა სიტუაციის ცუდად ხვდებოდი მონტაჟის დროს არ ვამხელდი მაგრამ იმიხვდა ჩემი მონტაჟის რეჟისორი და შეისვენე თუ გინდა შეისვენე და მაშინ მივხვდი რომ ისეთნაირად გავდიოდი ყველაფერს როცა იქ ვიდექი და აი ხაც რომ უყურებდი იგივე განცდები ეს ისეთი რამეა არ ხუნდება და არ გადის ღმერთმა დაიფაროს რომ ეს გავიდეს ჩვენი სულიდან და ჩვენი ცხოვრებიდან მე მჯერა რომ ეს ფილმი თავის ფუნქციას შეასრულებს თავის მისიას რა არ დიდი ეს არის ელემენტარული ჭეშმარიტება რომ უნდა გვიყვარდეს ჩვენი ქვეყანა რაც როცა ლანძღავენ სულ ბრაზო გულში იმიტომ რომ მე ვიცი რომ დედამიწაზე მსგავსი ქვეყანა არ არსებობს აი ღრმად ვარ დარწმუნებული ყველას არაერთ ქვეყანაში ყოფილი ვართ და ასეთი თვისებებისა აი ეს რა მდგომარეობაშიც ვართ ალბათ სხვაერი არავის არ ლანძღავ ჩვენსავით ვერავინ ვერ გაუძლევდა მაინც გვაქვს გადანარჩუნებული ერთმანეთის დახმარება უკიდურეს წუთებში და მოვა ისეთი დრო დარწმუნებული ვარ რომ აი რაც ჩვენ 9 აპრილის პერიოდში ვიყავით აუცილებლად დაბრუნდება ესეთი ლექსი მაქვს მე განა მარტო კი არა ჩვენი ბიჭები მენანებიან დახოცილები მაგრამ ის მკვლელებიც მენანებიან ბატონი ზვიადი ამბობდა რომ არესოლოდ მოტყუებული ბიჭები არიანო და მაქვს ერთი ლექსი ჩემს ცდომილ შვილებს და ასე ვამთავრებ რომ დაუკემსიათ სავარძლები თქვენი სუდარით ანუ ბევრი შეეწირა სხვების ავზრახვებს თარგვაპატიეს სიყვარული ერთად დგომა მაგრამ ეს დროებითია ოპტიმისტი ვარ და არც თუ ტყუილა წმინდანები იყვნენ ჩემი მოძღვრები და იმათგან ვიცი რომ თვითონ ბატონი ზვიადი ამბობს საქართველოს გზა არის ქრისტეს გზა ჯვარცმის გოლგოთას ჯვარცმა ჯოჯოხეთი და აღდგომა და ამაღლება ეხლა არ ვიცი ამ მომენტში რომელ სტადიაზე ვართ მაგრამ აღდგომა და ამაღლება რო გარდაუვალია ნამდვილად ვიცი უღმესი მადლობა იმ ადამიანებს ვინც ყველაფერი გააკეთა იმის რომ აქედან დამეწყო ფილმის ჩვენება ბატონ ლევანს მერიას მე ოღონდ ქართული საქმე გააკეთოს ადამიანმა და არც სტრუქტურა მაინტერესებს არც პარტიულობა არაფერი მთავარია ქართული საქმე გააკეთოს და ვიყოთ ამის მსახური